მოგესალმებით. წინა ვიდეოებში განვიხილე ყველა თანხმოვნის წაკითხვა. შესაბამისად მათი კომბინაციებიც. ხოლო დღეს განვიხილავ ხმოვნებს. მოდი დავიწყოთ ხმოვნები, რომელი არის A, E, I, O, U. სურში არის გრძელი და მოკლე ხმოვნები. რას ნიშნავს გრძელი ხმოვანი? გრძელი არის ხმოვანი, როდესაც ხმოვანი იკითხება როგორც ამბანის ასო. ანუ თუ A იკითხება როგორც A, ეს არის გრძელი ხმოვანი, თუ E იკითხება როგორც E, ეგ არის გრძელი ხმოვანი, თუ I იკითხება როგორც I, ეს არის გრძელი ხმოვანი და ასე შემდეგ. ყველასთვის ნაცნობი წესი არის ის, რომ გრძელი არის ხმოვანი, მეტეს შემთხვევაში, როდესაც სიტყვა მთავრდება ასობგერა I-ზე. Face, name, nice, mine, cube, mute, phone, note. ახლა კი დავიწყოთ თითოეული ხმოვნის კითხვა და კომბინაციები. ნუ ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შევეცდები რაც ყველაზე მეტად შეგხვდებათ, ის ვარიანტები განვიხილო. დავიწყოთ A. A, როგორც ვთქვით, არის როგორც გრძელი ხმოვანი, name, face, plate და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც მოკლე ხმოვანი, როგორ წარმოითქმის? ეს წარმოქმნის როგორც A. მაგალითად, cat, flat, that, hat. მოდი განვიხილოთ A-სთან დაკავშირებული კომბინაციები. A შესაძლოა იყოს I-სთან ერთად. იკითხება როგორც A, rain, train, stain. ასევე A შესაძლოა იყოს Y-სთან ერთად და ესეც არის როგორც A, play, gray, slay. A შესაძლოა იყოს U-სთან ერთადაც და იკითხება როგორც გრძელი O, autumn, August, pause, cause. აგრეთვე A და W შეიძლება ერთად იყოს და იკითხება როგორც გრძელი O, saw, draw, straw. შემდეგი ასობგერა არის E, რომელიც გამოითქმის სხვადასხვანაირად. მოკლე ხმოვანი, როგორც მოკლე ხმოვანი არის E, ხოლო როგორც გრძელი ხმოვანი არის E. მაგალითად, egg, rent, red, hen. ახლა განვიხილოთ ის კომბინაციები. შეიძლება იყოს როგორც გრძელი E, მაგალითად, თუ E და A არის ერთად. თუმცა ყოველთვის არა. განვიხილოთ გრძელი E-ები. E და A ერთად. Sit, team, treat, dream. ხოლო E და A აგრეთვე შეიძლება იყოს მოკლე E. მაგალითად, bread, head, dead. აგრეთვე E და A შეიძლება იყოს როგორც A, great, break. ახლა ორი E ერთად არის როგორც გრძელი E, sea, tree, green. ახლა გადავდივართ შემდეგ ასოზე I. I, როგორც ვიცით, გრძელი ხმოვანი არის I. Nice, mine, ride, drive. ხოლო როგორც მოკლე ხმოვანი არის E, hit, bit, which, disk. I-სთან ერთად შესაძლოა იყოს სხვა ასოებიც. მოდი განვიხილოთ I-ის კომბინაციები. I თუ არის R ასოსთან ერთად, არის როგორც E. მაგალითად, first, skirt, shirt. I თუ არის GH-თან, მაშინ იკითხება როგორც I. High, light, night, fight. I და E ერთად თუ არის, იკითხება როგორც I. tie, die, pie. ახლა გადავიდეთ შემდეგ ასოზე, ეს არის O. O, როგორც ვიცით, გრძელი ხმოვანი აქ O. მაგალითად, note, phone, close. ხოლო მოკლე ხმოვანი არის A. got, box, hat, rack. ახლა მოდი განვიხილოთ O-ს კომბინაციები. O და A ერთად არის გრძელი O, road, goat, coat.
boat. O და W ერთად არის O. მაგალითად snow, bow, show. ხოლო O და W ერთად შესაძლოა იყოს out, cow, now. ორი O ერთად შეიძლება იყოს როგორც გრძელი U. მაგალითად moon, spoon, boot, food. მაგრამ შესაძლოა იყოს როგორც A, blood. O და U შეიძლება იყოს AU. About, round, shout, cloud. დავიდეთ შემდეგ ასოზე და ეს არის U. და როგორც მოგეხსენებათ, გრძელი U იკითხება როგორც U, cute. როგორც მოკლე ხმოვანი იყოს A. Bus, cup, fun, luck, cat, shut. U-საც აქვს რა თქმა უნდა თავისი კომბინაციები და მოდი განვიხილოთ ესენიც. U და E ერთად არის U, გრძელი. Glue, blue, true. U და I შესაძლოა იყოს გრძელი U, juice, fruit, suit. სულ ეს იყო დღევანდელი ხმოვნები. რა თქმა უნდა ისინი არ იყო ყველა, იმიტომ რომ ხმოვნების უამრავი კომბინაცია არსებობს თავისი გამონაკლისებით და შევეცადე რომ იმეთქვა რაც ძალიან გავრცელებული არის და ისეთი კომბინაციები მეთქვა რომელიც სხვა სიტყვებშიც გამოგადგებათ. აბა თქვენ იცით შემდეგ ვიდეომდე.